Zamodit ეთო სახლში ABC-ს Jonathan Carlton John ვიცი რომ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკული საპასუხო დარტყმების შემდეგ ესაუბრე. რას გითხრა? ლინცი პრეზიდენტმა მკაფიოდ მითხრა, რომ ეს აშშ-ს დარტყმები ირანზე კონკრეტულად არის პასუხი ირანის მიერ აპაჩის ვერტმფრენის ჩამოგდებაზე. ის ამას არ აღიქვამს, როგორც ირანელების წინააღმდეგ ახალი მასშტაბური შეტევის დასაწყისს. ტრამპმა ახლახან ირანზე ბომბები ჩამოაგდო. ვიმეორებ, ტრამპმა ახლახან ირანზე ბომბები ჩამოაგდო. არა, ეს არ არის კიდევ ერთ დიდ ომში გადაზრდა. ეს არის პასუხი ირანის მიერ ჩადენილ საზიზღარ ქმედებაზე, რომელმაც კიდევ ერთხელ ჩაშალა მოლაპარაკებები. რადგან დიახ, სწორედ ირანია ისლამური რესპუბლიკა, რომელსაც არ სურს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ტრამპს კი ნამდვილად უნდა რომ შეთანხმება შედგეს. მოვისმინოთ ყველაფერი, რაც მოხდა და ზუსტად რატომ მოხდა ეს. რადგან ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. Fox News-ის საგანგებო შეტყობინება. ირანი თავდასხმის ქვეშაა. ტრამპმა დაავალა CENTCOM-ს თავდაცვის მიზნით დათმები განეხორციელებინა. მას შემდეგ, რაც მტრის დრონმა ჩამოაგდო აპაჩის ვერტმფრენი, რომელიც სრუტეში პატრულირებდა. კარგი, მოდით ძალიან ნათლად ვთქვათ. აშშ-ს ჰყავდა ვერტმფრენი, რომელიც სრუტეში პატრულირებდა. რაც აშკარად დიდი დაპირისპირების ზონაა, რადგან სწორედ აქ გადის მთელი ნავთობი. არა ყველა, მაგრამ მსოფლიოს ნავთობის 20% აქედან გადის. და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ნავთობის ფასები მთელ მსოფლიოში გაიზარდა, რადგან ირანი აკონტროლებს სრუტეს და ნაწილობრივ ბლოკავს მას, ათავსებს ნაღმებს და ასე შემდეგ. ხოლო აშშ-ც ცდილობს რაღაც გააკეთოს ამასთან დაკავშირებით, ასე რომ არსებობს აშშ-ს. ვერტმფრენი. და ირანმა გადაწყვიტა მოლაპარაკებების დროს. გახსოვდეთ, დღეს იყო ის დღე, როცა ეს მთელი შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო, რომ ის ვერტმფრენი ჩამოეგდოთ. მადლობა ღმერთს, ვერტმფრენში მყოფი კაცი კარგადაა, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ეშინიათ ამერიკის სამხედრო თავდასხმის, რაც სულელურია. იმიტომ რომ გამოიცანით რა, ამერიკა მათზე უკეთესია თავდასხმაში. ორი პილოტი ცხრიდან გადაარჩინა უპილოტო საზღვაო დრონმა, რომელსაც ბაჰრეინში განთავსებული 59 სამუშაო ჯგუფი მართავდა. სხვათა შორის ეს არ არის ყველაზე მაგარი რამ, რა საოცარი ფაქტია. ეხლა უკვე არსებობს უპილოტო საზღვაო დრონები, რომლებიც ზღვაში ადამიანების გადარჩენას შეძლებენ. გასაოცარია. ამერიკა მართლაც მაგარია. სამხედროებიც ძალიან მაგრები არიან. ირანს მათთან არაფერი გამოუვა. დრონები ტეხასშია დამზადებული. მისი სიგრძე 24 ფუტია. შეუძლია 1000 მილი გაიაროს და 35 კვანძის სიჩქარეს მიაღწიოს. და ეს არის პირველი ზღვის დრონის მიერ განხორციელებული სამაშველო ოპერაცია საბრძოლო ისტორიაში. ტრამპი ტელეფონზე იყო. კარგი, ასე რომ კიდევ ერთი ისტორიული ძალიან მაგარი დღეა, მაგრამ ეს ამ ვიდეოს მთავარი აზრი არ არის. მიზანი არ არის სამხედრო ოპერაციებზე საუბარი, მეირეკო. ეს არის იმისთვის, რომ გავამახვილოთ ყურადღება, რა ტოებძვის ამერიკა ირანს ეხლა სამხედრო გზით. მოგესალმებით გადაცემაში პუშპექი, მე ერიკი ვარ, თქვენი წამყვანი. არ დაგავიწყდეთ გამოტერის ღილაკზე დაჭერა, ვიდეოს მოწონება და ყველაფერი რაც საჭიროა, რადგან ჩვენ უპირისპირდებით. საკმარისი აღარ გვინდა რომ ისლამური ტერორი ბატონობს მსოფლიოში და ვფიქრობთ რომ ამერიკა დიდებულია. წავედით. ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა მან ბრძანება გასცა, პოტამ განაცხადა, რომ ეს არის შურისძიება ვერტმფრენზე თავდასხმისთვის. ნიშნულოვანია, რომ ჩვენი პასუხი ძლიერი და მძლავრი იყოს. CENTCOM-მა ჩვენი პასუხი პროპორციულად შეაფასა, მაგრამ წყაროები ამბობენ, რომ ჩვენ ვანადგურებთ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს მთელ სრუტეზე და ჯერ არ დაგვიმთავრებია. შემიძლია ვთქვა, რომ ეს მთელი იდეა პროპორციული პასუხის შესახებ არასწორია. იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებით როცა ისლამურ ტერორისტულ რეჟიმთან გაქვს საქმე, ისინი არ ელიან შენგან პროპორციულ პასუხს. იმიტომ რომ მერე რა ხდება? თუ მათ შეუძლიათ გაუძლონ პასუხს, მაშინ ისევ გააკეთებენ ამას. რაც შენ უნდა იფიქრო, ძალიან მარტივად რომ თქვათ, არის შეკავება. გინდა რომ ისლამური რესპუბლიკა შეაკავო, რომ აღარ გააკეთონ ეს ისევ. იმიტომ რომ თუ ისინი ფიქრობენ, რომ უბრალოდ დაუსჯელად გამოუვათ და გაუძლებენ ამერიკის პასუხს, ეს არ იმუშავებს. მთელი ეს იდეა პროპორციულობაზე არასწორია. ეს არ არის მნიშვნელოვანი, როცა გიჟებთან გაქვს საქმე. აქ თავარი კითხვა უნდა იყოს, როგორ შეაკავო ისინი, რომ აღარ გააკეთონ ეს ისევ და გააგებინო, რომ სერიოზულად ხარ განწყობილი. რაც ნიშნავს, რომ როცა ისინი ცოტას გირტყამენ, შენ ბევრად უფრო ძლიერად უნდა დაარტყამათ. ტექნიკურად ვიცი, ესე არ ჩანს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში ვართ. და პრეზიდენტი აგრძელებს თქმას, რომ შეთანხმებასთან ახლოს ვართ. შემიძლია ვთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთშიც კი ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რასაც დასავლეთში გულისხმობენ. ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ეხლა გადავდივართ ომის მდგომარეობაში, რომელიც რეალურად ომი არ არის, სადაც ერთი მხარე თავს ესესხმის და მეორე პასუხობს. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთში თავდამსხმელები ხშირად არიან ფანატიკოსები, რომლებიც ისლამურ ტერორისტულ რეჟიმებს უჭერენ მხარს. და ამიტომაც მიაჩნიათ, რომ მათი რელიგიური ვალდებულებაა განაგდონ თავდასხმები. ამიტომ ისინი არასოდეს ეს პატივს არ სცემენ ცეცხლის შეწყვეტას. ისინი უბრალოდ ამოწმებენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა იმ ზღვარს შორის, რასაც ამერიკელები ან დასავლური სამყარო ცეცხლის შეწყვეტად მიიჩნევენ, ანუ რაკეტების და დრონების შეტევების შეჩერებას. და იმედოვნებენ, რომ საპასუხო დარტყმის ფასის გადახდა არ მოუწევთ. ამიტომ, როცა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტა, ისინი მაინც აგრძელებენ ერთმანეთის შეტევას. როცა ირანსა და ამერიკას შორის ცეცხლის შეწყვეტა, ეს ზუსტად ასე არ არის. მუდმივად არის მცირე შეტევები მათ შორის, სანამ ეს ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ძალიან კარგ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც არანაირი ფორმით, არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ბირთვული იარაღს და ასე შემდეგ.
და სრუტე მაშინვე გაიხსნება. ის ხელმოწერისთანავე გაიხსნება, რაც შეიძლება 2 ან 3 დღეში მოხდეს. მგონია ხალხი უკვე ცოტათი იღლება იმის მოსმენით, რომ ეს შეთანხმება მალე გაფორმდება. აქ მთავარი ისაა, რომ მისი ყურადღება ბირთვულ შესაძლებლობებზეა გამახვილებული, რადგან ისინი იწყებენ იმის გააზრებას, რაც ამ სიტუაციაში დიდი ხანია მყოფმა ადამიანებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკის სამხედრო შესაძლებლობებზე ისინი არასოდეს იტყვიან უარს. ამიტომ ახლა იმას ამბობთ, რომ იმის ნაცვლად, რომ ეს შეცვალონ, ან საერთოდ გააქრონ და საფრთხედ აღარ მიიჩნიონ, ეს არასოდეს მოხდება. მოდით დავტოვოთ ისინი როგორც მინიმალური საფრთხე, მაგრამ დავწმუნდეთ, რომ მაქსიმალური საფრთხე, მათი ბირთვული შესაძლებლობები, ლობები, არასოდეს განხორციელდება. ეს უნდა იყოს მიზანი, ეს უნდა იყოს მთელი მიზანი. სხვათა შორის ეს ახლა დიდი დაპირისპირების მიზეზია აშშ-სა და ისრაელს შორის. იმიტომ რომ კი აშშ ზუჭირს თავის ამერიკულ ბაზებზე, რადგან ირანი უბრალოდ შემთხვევით ესმის თავს სხვადასხვა ადგილას სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ისრაელიც განიცდის შედეგებს, როცა ისინი უბრალოდ შემთხვევით გვესვრიან რაკეტებს და იყენებენ ირანის პროქსი ჯგუფებს ლიბანში და ჰამას და ასე შემდეგ, რომ გააგრძელონ ისრაელელებზე თავდასხმები. ამიტომ ისრაელის პოზიციაა, რომ ისინი მთლიანად უნდა მოიხსნან როგორც საფრთხე, ხოლო ამერიკა ამბობს, არა, მხოლოდ ბირთვული შესაძლებლობები. თუ ისინი კვლავ პრობლემად დარჩებიან, მოგვიწევს ამის ატანა და მათი შეკავება. რომ პირობები გასაგები იყოს, ურანი უნდა გადაეცეს და განადგურდეს. გამდიდრება უნდა შეწყდეს მინიმუმ 2 ათწლეულის განმავლობაში. ყველა ბირთვული ობიექტი სრულად უნდა დაიშალოს. და შეერთებულ შტატებს შეუძლია ჩაატაროს მოულოდნელი ინსპექციები, როცა კი მოგვესურვება. სრუტე მაშინვე გაიხსნებოდა. და სინამდვილეში ენერგეტიკის მდივანი ამბობს, რომ მოძრაობა გაზრდილია. JP Morgan-ი აფასებს 2 მილიონს. რას აფასებს JP Morgan-ი ბერო? გვაცნობე. კარგი, სანამ იმ ვიდეოს დავალოდებით, რომ მუშაობა დაიწყოს, უნდა გახსოვდეთ, რომ ირანის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოთხოვნები და მოთხოვნილებები და ის მიზეზი, რის გამოც ამერიკას უნდა რომ ეს რაც შეიძლება მეტად შეწყდეს, მნიშვნელოვანია. მართლა ეს ძალიან მაგარია. და ამ თავდასხმის ვიზუალები საოცარია. ახლავე გაჩვენებთ. სრუტე მაშინვე გაიხსნებოდა. და სინამდვილეში ენერგეტიკის მდივანი ამბობს, რომ მოძრაობა გაიზარდა. JP Morgan-ი აფასებს, რომ დღეში 2 მილიონი ბარელი გადის. აშშ საზღვაო ძალები ტანკერებს ფრთხილად ატარებენ. და ნავთობის ფასი თითქმის ისევ 80-იანებშია. ასე რომ როგორც კი გეი აიათოლა ხელს მოაწერს, ომი დასრულდება. მოსწონს ეს ისრაელს თუ არა. ეს არის მთავარი საკითხი, მოსწონს ეს ისრაელს თუ არა. გულისხმობ, ეს არ არის მთავარი საკითხი, მაგრამ ერთ-ერთი საკითხია, რადგან კიდევ ერთხელ ეს შეთანხმება შეაჩერებს ირანს, თუ კი მართლაც დაემორჩილებიან მას, ბირთვული შესაძლებლობების შექმნისგან, რაც ეგზისტენციალური საფრთხეა, მაგრამ ეს არ შეაჩერებს მათ იმისგან, რომ ახლო აღმოსავლეთში რეალური სერიოზული პრობლემა იყვნენ. ტრამპს კიდევ ერთი საუბარი ჰქონდა ნეთანიაჰუსთან, ამჯერად უხამსი სიტყვები არ ყოფილა აილა. უთხარი გააკეთე, რაც სწორია, მაგრამ მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტო. ირონია იმაშია, რომ 2 დღის წინ ირანმა ისრაელს შეუტია და ისრაელმა გადაწყვიტა პასუხი გაეცა. და ნეთანიაჰუ და ტრამპი ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ტრამპი კი ეუბნებოდა აბსოლუტურად არა, არ უნდა უპასუხო. ბიჭებო, გაჩერდით. და ისრაელი იყო ასე. არა, ჩვენ აუცილებლად უპასუხებთ, რადგან როგორც მარკო რუბიომ თქვა, მხოლოდ სულელი ქვეყნები არ პასუხობენ, როცა ესვრიან. მაგრამ მათ ძალიან, ასე ვთქვათ, თავაზიანად და მშვიდად უპასუხეს. ხო, მათ გაანადგურეს რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა და ასე შემდეგ, მაგრამ სრულად არ უპასუხეს და ტრამპი იყო ასე. კარგი, ახლა ყველა შეიძლება დაბრუნდეს მოლაპარაკებების მადიდასთან. საინტერესო ის არის, რომ მეორე დღეს, როცა ირანმა გადაწყვიტა, კარგი, თუ ტრამპს მართლა არ უნდა ესკალაცია, რატო არ დავარტყათ ამერიკულ ვერტმფრენებს? ტრამპი იყო ასე. ხო, აღარ მინდა ეს ყველაფერი. ჩვენ ვაპირებთ პასუხისგაცემას და ვაპირებთ რეაგირებას. და ეს საინტერესოა. თავიდან ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება უბრალოდ ერთჯერადი შემთხვევა იყო ისრაელთან გასარკვევად. მაგრამ ეხლა როცა საქმე ამერიკას ეხება, თითქოს მოიცადა ერთი წამით. იმიტომ რომ მათ უნდა შეწყვეტონ, ეს ლიბანთან იყო დაკავშირებული და ეს უნდა შეწყდეს. როცა შენ ფიქრობდი, როცა ის ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ ლიბანს ეხებოდა და ირანი ცდილობდა ლიბანის დაცვას, რაზეც ცხადია ჩვენ უკვე დეტალურად ავხსანით, მაშინ მას არ უნდოდა, რომ ისრაელი საფასუხო ზომებს მიმართავდა. მაგრამ ეხლა როცა ხედავენ, რომ საქმე მხოლოდ ირანის გადაჭარბებულ თავდაჯერებულობაშია, აი სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. მოდი ვნახოთ ვიდეოები აშშ-ის იერიშების შესახებ. ამჟამად გავრცელებული ინფორმაციით მიმდინარეობს აშშ-თორისის იერიშების მესამე ტალღა, რომელიც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და დამატებით სამხედრო ობიექტებს სამხრეთ ირანში ესმის თავს. ეს ძალიან მაგარია. მე ყოველთვის ვიზეიმებ, როცა ისლამური რესპუბლიკა დაეცემა. მოდი ვნახოთ კიდევ რა ინფორმაცია გამოდის ამასთან დაკავშირებით. წავიდეთ თეთრ სახლში და ABC-ს Jonathan Carlton John ვიცი რომ ქონდა შესაძლებლობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ესაუბრა ამერიკული საფასუხო იერიშების შემდეგ. რა ზიეთხრა მან? ლინცი პრეზიდენტმა მკაფიოდ მითხრა, რომ ეს აშშ-ის იერიშები ირანზე კონკრეტულად არის პასუხი ირანის მიერ იმ აპაჩის ვერტმფრენის ჩამოგდებაზე.
ის ამას არ აღიქვამს, როგორც ირანელების წინააღმდეგ ახალი მასშტაბური შეტევის დასაწყისს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ყველა იტყვის, ამერიკამ ომი დაიწყო. არა, ამერიკას ომი თავიდან არ დაუწყია. ისინი ცდილობენ ირანი ზუსტად თავის ადგილზე დააყენონ, რადგან ახლა საჭიროა მათი შეკავება. თქვენ უბრალოდ უნდა შეაკავოთ ისინი იმის ფიქრისგან, რომ შეუძლიათ შეუჩერებლად დაესხან თავს. და აშკარად ისინი არ არიან შეკავებულები. წარმოიდგინეთ, ისინი უზარმაზარი შეთანხმების ზღვარზე არიან და ამ დროს ფიქრობენ, რატომ არ დავესხათ ამერიკულ ვერტმფრენებს. ეს არ აჩვენებს, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში ამერიკულ ხედვას ემხრობიან, ხო ესეა? ასეა? ეს პასუხია იმაზე, რაც მათ ჩვენს ვერტმფრენთან გააკეთეს გუშინ ღამით, პრეზიდენტმა მითხრა. მე მჯერა, რომ პასუხი უნდა იყოს ძალიან ძლიერი, ძალიან მძლავრი და სწორედ ეს არის ეს. დიახ, ზუსტად ეს არის ეს, ჩემო მეგობრებო. აშშ-ში ასრულებს დარტყმებს ირანის თავდასხმაზე აპაჩის წინააღმდეგ პასუხად. აშშ-ში ცენტრალური სარდლობა CENTCOM სრულად განახორციელა თავდაცვითი დარტყმები ირანის წინააღმდეგ 9 ივნისს მთავარსარდლის მითითებით, გუშინ აშშ-ში არმიის აპაჩის ვერტმფრენის ჩამოგდებაზე პასუხად. CENTCOM-ის ძალებმა ზუსტი საბრძოლო მასალებით დაარტყეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მიწის მართვის სადგურებსა და სადაზვერო რადარის ობიექტებს, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, აშშ-ში საჰაერო ძალებისა და საზღვაო ფლოტის გამანადგურებელი თვითმფრინავებიდან. ოპერაცია იყო პროპორციული პასუხი აშშ-ში ძალებსა და საერთაშორისო კომერციულ გემებზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ თავდასხმებზე, რომლებიც რეგიონულ წყლებში გადაადგილდებოდნენ. აშშ-ში ძალები ფხიზლად არიან და მზად არიან დაიცვან თავი უსამართლო ირანული აგრესიისგან. სწორედ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით ახლა. ეხლა უბრალოდ შეგახსენებ, რომ ვიდეოს გადიდებული ვერსია, როგორც ჩანს, ადასტურებს იმ მომენტს, როდესაც ბაჰრეინში განლაგებული აშშ-ში ფლოტის დარტყმა კამერაზეა დაფიქსირებული. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ირანმა დაჰპირდა გადამწყვეტ პასუხს და განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ის, რაც ყველაზე სიმბოლურ სამხედრო ობიექტზე სპარსეთის ყურეში მიეწოდებოდა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეხლა როცა ამერიკამ უპასუხა, ირანი ამბობს იცით რა, ჩვენც უპასუხებთ მათ და ამერიკულ ბაზებს დავართხამთ, რასაც ისინი სპარსეთის ყურის ქვეყნებში აკეთებენ. ეხლა ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდობენ, ზუსტად არ ვიცით, რომ ეს თავდასხმა, რასაც აქ ხედავთ, ძალიან მცირე და სიმბოლურია. და სინამდვილეში ირანული დრონის თავდასხმა. პასუხად, მაგრამ ეს ადამაკვირებს, რადგან ირანელები ძალიან უკმა ყოფილონი არიან ამერიკის საპასუხო ქმედებით, რომელიც წესებს არღვევს. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ ირანულმა ძალებმა რეგიონში ამერიკის ბაზებზე თავდასხმები განახორციელეს, როგორც პასუხი ამერიკის ბოლო დარტყმებზე სამხრეთ ირანში. ჰეირანმა გააფრთხილა, რომ ამერიკის სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში პასუხი იქნება უფრო მკაცრი და მასშტაბური თავდასხმები დამატებით ობიექტებზე. აი რა უნდა გააცნობიერონ ადამიანებმა. ირანი, ისლამური რესპუბლიკა, ისინი არ არიან რაციონალური მოქმედი პირები ამ მთელ ისტორიაში. მათთვის მთავარი პატივისცემა და ძალის დემონსტრირება, რაშიც წარმატებასაც აღწევენ. სწორედ ისინი არიან, ვინც მუდმივად ამწვავებენ სიტუაციას. და შემდეგ ამერიკას, ისრაელს ან სპარსეთის ყურის ქვეყნებს უტევთ ამაზე პასუხის გაცემა. ეს მათი მოქმედების სტილია, ასე იქცევიან ისინი. იქნება ეს სრულმასშტაბიანი ომი? ალბათ არა, თუ ეს არ იყო დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა. მაგრამ ირანი ნამდვილად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი პროვოკაცია მოაწყოს, რომ ნახოს რამდოს რამდენად შორს შეძლებს ამით წასვლას. იმედია პასუხი იქნება ძალიან შორს ვერ წავა. ასეა თუ ისე ამ ეტაპზე აქ ვართ. ირანი ესხმის თავს ისრაელს პასუხად იმაზე, რასაც ისრაელი აკეთებს ლიბანში, რაც ირანის საქმე არ არის. ისრაელი პასუხობს, მაგრამ ისე როგორც ტრამპმა თქვა, შვიდად ზომიერად და ისრაელიც ასე იქცევა. როგორც ჩანს, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შემდეგ ირანი გადაწყვეტს ამერიკულ ვერტმფრენზე თავდასხმას. ამერიკა ამბობს, არა, არავითარ შემთხვევაში და პასუხობს, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე და სხვა ობიექტებზე თავდასხმით მთელი ირანის მასშტაბით. ირანი ამბობს, არა, არავითარ შემთხვევაში და იწყებს ამერიკულ ბაზებზე თავდასხმას სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ეხლა უნდა დაველოდოთ რა მოხდება, რადგან ეს ჯერ კიდევ არ არის კიდევ ერთი ომი ამ ქვეყნებს შორის. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი დღეა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ზავი ნამდვილად ზავია. და მეგობრებო, მართლა გონიათ, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება? გონიათ, შეთანხმება იქნება? ჯერ კიდევ გაურკვეველი. მაგრამ როგორც ჩანს, ირანი ამ მოლაპარაკებებში ზუსტად ისე არ იქცევა, როგორც ნებაყოფლობითი მონაწილე. მადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის.